ახალგაზრდებს რო ასე ეპყრობიან, აი არასწორი. ახალგაზრდებს უნდა ევროპა. ამიტომ დაიწყეს. ჭირდება სულ ყველა დასულია იქანა და იქანა ცხოვრობენ და ახალგაზრდებისთვის და ყველას კარგი იქნება მაგი. ივანიშვილი სახში და კუბოს მე შეგვერა ვაგე და წამოუღე. მომისმინე ბაბულია, ამდენ ხანს ხო იყო ერთი წელი ვერაფერი გაკეთა, მეორე წელი ვერაფერი, მესამე თავზე დავიშინოთ. აი მე რა მშვიდობა მინდა, მეტი არაფერი, მშვიდობა რო იყოს. არც ჩვენებმა არ უნდა მეიქცეს, ცუდად არ უნდა ესროლეს. არც გაჩერდი, არც იმათმა არ შეიძლება ის პოლიცია რატომ ხონა გვიცავდეს. და როგორ შეიძლება ასე ხალხის დასახიჩრება, მაგას მომხდი არა ვარ და არც ჩვენებმაც არ უნდა გააკეთოს ამისა რაღაცები, მაგენმაც თავი უნდა შეიკავოს. არ ნახლებოდეს ესეთი რამე, მაგრამ ხალხის უმრავლესობა არის მაინც იმაზე, რომ ბევრი რამე უსამართლოდ ხდება და მოხდა. უსამართლობა არჩევნები რო იყოს, ან უსამართლო იყო, ამათ ჯერ ერთი არჩევნების სახელით არ ერქვა საერთოდ. ხო, ჯერ ერთი კიდე აქციებზე და დარბევები და სწავლები ხდება ეს ხო? არ ვიცი, გაწირო არის ადამიანის პირდაპირ. წინასწარ არ ვიცი და რა გამდერა, მაგრამ თუ ხალხი დაუდგება გვერდში თმანეს და ერთობა იქნება და ერთობრივი ძალა იქნება, ხალხის ძალით ყველაფერი შეიძლება მოხდეს შეიცვალოს. თორე ევროკავშირის და ამერიკის დაგეგმილი პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, ესმის, ეს დიდი პოლიტიკური თამაშები არის. ძალაუფლების გადანაწილება მიმდინარეობს სოფლიოში ორ ქვეყანას შორის და აქ გვაბამენ გვტენიან ჩვენ ევროკავშირი, რა ვიცი, ისე ძალა იყო. ყველანაირი კავშირი ცუდია, ხო ზოგადად. რაღაცა უშლოვიები აქვს ყველას. მე მეცოდება სულ ვაგეთ თქვენი ხრის გოგუები, ბიჭები, ბავშვები ძის როყრია, სულ ვერ ესე იგი ვეღარ სუნთქავა რა. ქართველები რო და ქართველები ასე გაჭირავს ერთმანეთს, მე სხვა რა გვეშველება, შვილო. მე მინდა შვიდობა, რომ ახალგაზრდებმა იყოთ კარგად.